პუტინის მიერ გამოცხადებულ და დარღვეულ სააღდგომო ზავზე ასევე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საუბარს ვიწყებთ ჟურნალისტ ია მეორმიშვილთან, რომელიც ამერიკიდან გვერდდება. მადლობა, რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დიდი მადლობა, მეც გილოცავთ და ულოცავ ყველას, ვინც ეიმობს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. კი ბატონო, ახლა ყველა ელოდება შეხვედრას, რომელიც ლონდონში უნდა გაიმართოს. ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტკელოგმა თქვა, რომ გაერთიანებულ სამეფოში შეთანხმებების დასასრულებლად მიემგზავრებიან. საუბარია ბუნებრივია ცეცხლის შეწყვეტაზე. როგორი მოლოდინები არსებობს, ხომ არ ფიქრობთ, რომ მივიღებთ დროში გაჭიანურებულ პროცესს, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის ამ პროცესში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ჩართვისთვის. მოსალოდნელი არის ის, რომ იქნება რაღაცა ფორმით გაჭიანურება რუსეთის მხრიდან ამ მოლაპარაკებისა, რასაც აი ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავდით, როგორც იცით, უკრაინამ უპირობო ზავზე თუ უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე განაცხადა თანხმობა უკვე თითქმის ჩვენახევრის წინ, რუსეთი ამას არ დათანხმდა, რა თქმა უნდა, და აი ეს სააღდგომოდ 30 საათიანი ზავი გამოაცხადა, რაც სავარაუდოდ რაღაც ნიშანდობლივია 30 დღის ნაცვლად ეს იყო მხოლოდ 30 საათი, რომელიც უკრაინული მხარის ინფორმაციით უკვე დაირღვა და არაერთხელ ამასთან. ანუ მოსალოდნელი არის ის, რომ რაღაცა ფორმით გაჭიანურდება, ან იქნება ისე კი დავთანხმდებით, მაგრამ თქვენ ეს უნდა გააკეთოთ, უნდა დავალოდოთ და ვნახოთ. თუმცა ვაშინგტონიდან ვხედავთ იმას, რომ რაღაცა ფორმით ხდება ზეწოლის გაზრდა, ეს თითქოს ერთის მხრივ უკრაინას უკავშირდება, ან უკრაინასაც ისევე უკავშირდება, როგორც ეს უკავშირდება რუსეთს, მაგრამ აი ეს განცხადება, რაც თავდაპირველად მარკო რუბიომ გააკეთა და შემდეგ უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა გაიმეორა, რომ თუ არ იქნა რაღაცა ფორმის წინსვლა მოლაპარაკებებში, მაშინ ამერიკა გაეთიშება ამ პროცესს, ეს სავარაუდოდ საგულისხმოა და ალბათ მოსკოვში სიგნალის გასაგზავნადაც იყო გათვლილი ეს ყველაფერი. სამწუხაროდ ისევ იგივე სიტუაციაში ვართ, როცა უნდა დავალოდოთ და ვნახოთ ამ ეტაპზე უბრალოდ არ ვიცი. აი, მაინც რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ ეს მოცემულობა ვიხილოთ ამერიკის შეერთებული შტატების საბოლოოდ ჩაეხსნას ამ პროცესს, რა შედეგს მივიღებთ ასეთი შემთხვევაში? რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში შედეგი იქნება ძალიან მძიმე უკრაინისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა ბევრი მიმართულებით არის დამოკიდებული, პირდაპირ დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე, იქნება ეს სამხედრო შეიარაღება თუ რამე სხვა. თუმცა ეს მეორე ასპექტი არა მხოლოდ შეიარაღება, არამედ ის სადაზორო ინფორმაცია, რომელსაც უკრაინა იღებს ამერიკული სატელიტების საშუალებით, ეს ამ ეტაპზე ბოლომდე ვერ ჩანაცვლებადია, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები სთავაზობენ უკრაინას მსგავს დახმარებას, მაინც ამერიკული სატელიტების შესაძლებლობები არ აქვს ამ უკრაინულ სატელიტებს, ასე რომ თუ ეს ამ მხრივ თუ შეჩერდა და გაეთიშა ამერიკა ამ პროცესს, მაშინ უკრაინისთვის საკმაოდ რთული იქნება. თუმცა უკვე არის რაღაცა წინგადადგმული ნაბიჯები ევროპული ქვეყნების მხრიდან, იქნება ეს მსურველთა კოალიციის მხრიდან თუ ასევე სხვა ქვეყნების, არა მხოლოდ ევროპის, არამედ ზოგიერთი აზიური ქვეყნის მხრიდანაც, მაგალითად იაპონია ძალიან აქტიურად ცდილობს, რომ ეს დახმარება გაგრძელდეს უკრაინისთვის. ამ შესაძლებლობებით შეიძლება, რომ უკრაინამ ეს რაღაცა დრო გადაიტანოს იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები გააძლიეროს ამომავლოდ. მაგრამ ამერიკის გათიშვა, მე ვფიქრობ, რომ არ არის მოულოდნელი და გამოსარიცხი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა, თუმცა ეს მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ცდილობდა, რომ უკრაინა დაეყოლიებინა აი ამ მინერალების. ტრამპისთვის, ამერიკის მოქმედი პრეზიდენტისთვის რამდენად დამაზიანებელი იქნება, რადგან წინასაარჩევნოდ ის ამის შესახებ საუბრობდა სულ. ტრამპისგან გავიგეთ უკვე რამდენიმე განცხადება, რომელიც თითქოს გზას უხსნის იმას, რომ ის ჩაეხსნას ამ პროცესს. მან თქვა, რომ ეს მისი ომი არ არის, რომ ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს ომი არ დაიწყებოდა და ამას იმეორებს ძალიან ხშირად ის. თუმცა ის ფაქტი, რომ აცხადებს, რომ
მკაცრავად. ეს მისი ომი არ არის შესაძლოა იყოს რაღაცა ფორმის შესავალი იმისთვის, რომ მან შემდეგ თქვას, რომ მე ვცადე ყველაფერი, მქონდა 100 დღე ამისთვის, რომ გამეკეთებინა, თუმცა მხარეები ომის დასასრულებლად მზად არ არიან და ამიტომ გავეთიშები ამ პროცესს. ია, თქვენ ბრძანეთ, ისაუბრეთ ევროპაზეც, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ სწორედ ევროპის ფაქტორზეც. ჯორჯა მელონის ვიზიტით შედგა შტატებში და ვიცით, რომ ის ტრამპის ერთ-ერთი ფავორიტი ევროპელი ლიდერია. ხომ აი მელონი ტრამპს სავაჭრო პოლიტიკაზე სასაუბროდ ეწვია, თუმცა ბუნებრივია მხარეები გვერდს ვერ აულიდნენ უკრაინაში მიმდინარე პუტინის ომს. როგორ უნდა გავიგოთ, აღვიქვათ მელონის ვიზიტი თეთრსახში დონალდ ტრამპთან? ძალიან საინტერესო და პოზიტიური იყო, უნდა ვთქვათ, ეს ვიზიტი გამომდინარე იქიდან, როგორც თქვენ თქვით, რომ მელონი გამოიკვეთა როგორც ევროპელი ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ტრამპი პერსონალურად მის მიმართ არის ძალიან დადებითად განწყობილი. სავაჭრო ურთიერთობები, რა თქმა უნდა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე და ასევე ის, რომ მელონიმ გამოაცხადა, რომ აქვს პრეზიდენტ ტრამპთან, ამერიკის ადმინისტრაციასთან თანხმედრა ზოგიერთ შიდა პოლიტიკურ თემებშიც იქნება ეს, რა ვიცი, ვოუკიზმის წინააღმდეგ ბრძოლა თუ საზღვრის დაცვა, უკანონო მიგრაციის შემცირება და ასე შემდეგ. ანუ ამაში ძალიან გამოკვეთილად აღნიშნა, რომ ეთანხმება ტრამპს და მსგავსი პოლიტიკა აქვს იტალიაში, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ მელონიმ საკუთარი ესეთი გამოსვლა დაამთავრა იმით, რომ ერთსაც დავამატებ და ამით დავამთავრებოდა, ეს ერთი იყო სწორედ უკრაინა. მან შეაქო პრეზიდენტი ტრამპი იმისთვის, რაც გააკეთა აქამდე და რასაც ასე ციტატა ასეთი იყო, ერთად ვიბრძოდით თუ ერთად ვიბრძვით უკრაინის თავისუფლებისთვის და ერთად გავაგრძელებთ ამისთვის ბრძოლასო, მცდელობასო ყოველ შემთხვევაში და ეს როგორც წესი ევროპელი ლიდერებისგან ეს ძალიან მიღებული თუ ესე რუტინად იქცა ეს, რომ პრეზიდენტ ტრამპს აქებენ იმისთვის, რაც მან გააკეთა, ან აქებენ წინასწარ იმისთვის, რაც მან შესაძლოა გააკეთოს უკრაინასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მელონის ეს ვიზიტი მით უმეტეს ესეთ დროს ევროპელებისთვის ის წარმოადგენს რაღაცა ფორმის ხიდს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობისა და მიუხედავად იმისა, რომ ის აცხადებს, რომ ევროკავშირის სახელით არ საუბრობს, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი მიიწვია რომში, რაც სავარაუდოდ ამ ზაფხულს მოხდება ეს შეხვედრა და თქვა, რომ ამ შეხვედრის, ამ ვიზიტის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერებიც მინდა რომ შემოგვიერთდნენ, ანუ რაღაცა ძალიან ფრთხილად და საინტერესოდ ცდილობს მელონი, რომ შეერთებულ შტატებზე ტრანსატლანტიკური კავშირი არ გაწყდეს და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება ყოველ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციის განმავლობაში და სანამ მელონი პრემიერ-მინისტრია იტალიის ამ ორი ლიდერის ურთიერთობაში. დიახ, მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო კიდევ ერთ მნიშვნელოვან განცხადებაზე. დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვოტკოფმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი თავისი კონტროლის ქვეშ შეინარჩუნოს. ამავდროულად მან გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთმა უკრაინის იმ 5 რეგიონიდან, რომლებსაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შესაძლოა ზოგიერთი მიიღოს, მაგრამ არა ყველა. მინდა კითხოთ უშუალოდ მოლაპარაკებების სირთულეებზე, სწორედ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხი არის თუ არა ის, რაზეც მხარეები იყოფმანებენ და გაუჭირდებათ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებაც. სავარაუდოდ ვიტკოფი არის ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპი ენდობა ბოლომდე, ის როგორც იცით, ახლო აღმოსავლეთშიც არის მომლაპარაკებელი, იქნება ეს ირანთან თუ ჰამასთან და ახლა უკვე რუსეთთან. მისი ის ცდილობს ყველა მხარისგან გაიგოს რა უნდა ამ მხარეს. ანუ მან გაიგო რუსეთისგან რა სურს რუსეთს. რაც ჩვენ ყველამ ეს ძალიან კარგად ვიცოდით, თუმცა არ იყო გაჟღერებული ისე დონეზე, როგორიც ვიტკოფია. ტერიტორიები, რა თქმა უნდა, არის მოლაპარაკების რაღაცა ნაწილი, თუმცა ალბათ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსეთს არ სურს მხოლოდ უკრაინის 5 რეგიონი, რუსეთს სურს უკრაინა იყოს ქვეყანა, რომელსაც ის მარტივად მანიპულირებს, ან რომელიც იქნება მისი, ასე ვთქვათ, მის ჩექმის ქვეშ თუ როგორც არ უნდა დავარქვათ, იქნება მისი სუბორდინატი. ანუ არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ რუსეთის საბოლოო მიზანი მაინც არის ეს და არა ის 5 ტერიტორია. უკრაინის რაც შეეხება უკრაინელები უბრალოდ არაერთი განცხადება გაკეთა ამასთან დაკავშირებით, რომ ვერც ერთი პოლიტიკოსი ამ ეტაპზე უკრაინაში ვერ იტყვის იმას, რომ ის მზად არის, რომ ტერიტორიები დაუჭიროს
გაუთმოს რუსეთს ამხელად კიბილის, ამხელა მსხვერპლის გაღების შემდეგ. ასე რომ ის რაც რუსეთს სურს უკრაინისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. სავარაუდოდ არის საუბარი იმაზე, რომ იქნას რაღაცა ფორმის ეს აღმოსავლეთ-დასავლეთ გერმანიის მსგავსი რაღაცა შეთანხმება შედგეს საბოლოო ჯამში, როდესაც არავინ აღიარებს რუსეთის ოკუპაციას ამ ტერიტორიებისა, თუმცა უკრაინას არ აქვს მათზე ესეთ ფიზიკური კონტროლი ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და ალბათ სავარაუდოდ იქნება რაღაცა ფორმით აი ამ კუთხით მიღწეული ეს ცეცხლშეწყვეტის შეთანხმება. თუ მივედით აქამდე, რა თქმა უნდა, ჯერ ცეცხლშეწყვეტის არ სამშვიდობო შეთანხმება. მანამდე ცეცხლი უნდა შეწყდეს და ეს ცეცხლშეწყვეტის შეთანხმებას რუსეთი როგორც ხედავთ ძალიან აჯანჯლებს, მანიპულირებს ამით და არ ვიცი, ალბათ ელოდება იმას, რომ შეერთებული შტატები გაეთიშოს ამ პროცესს, თუმცა უნდა დავალოდოთ და ვნახოთ მარკო რუბიოსგან საკმაოდ მკაცრი იყო ის განცხადება და მე უფრო მეტად წავიკითხე ეს როგორც რუსეთისკენ მიმართული, უფრო ნაკლებად ვიდრე უკრაინისკენ მიმართული, თუმცა პრეზიდენტის ტრამპისგან საწინააღმდეგო განცდა დამჭა. მაგრამ ძალიან კარგად ხედავენ ის ადამიანები, ვინც არიან ჩართული ამ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, ამერიკის რაღაც გრძელვადიან უსაფრთხოების საკითხებში ჩართულები, იქნება ეს რუბიო თუ მაიკ უოლცი თუ თუნდაც კით ჰექსეთი თავდაცვის მდივანი. ესენი სხვანაირად უყურებენ ჩემი აზრით ამ უკრაინის ომს და შედეგებს, რომლებიც შეიძლება შეერთებული შტატებისთვის დადგეს თუ უკრაინა ამ ომში დამარცხდა. ასე რომ ძალიან საინტერესო, მართლა ძალიან საინტერესო რამდენიმე კვირა გველის წინ თუ არა, რამდენიმე თვე. მაგრამ არის საუბარი იმაზე, რომ წელს სამწუხაროდ ესეთ ძალიან გრძელი ვადაკია ეს, რასაც ვამბობ, მაგრამ წლის ბოლომდე რაღაცა ფორმით ცეცხლშეწყვეტის შეთანხმება მიღწეული იქნება და ამის შემდეგ დაიწყება მხოლოდ სამშვიდობო პროცესი. კარგი და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Fox News-ისგან ბოდიშის მოხდა სითხოს იმ ფაქტის გამო, რომ საღდგომო წირვის ტრანსლაციის დროს კიევი რუსულ ქალაქად მოიხსენია. როგორ ფიქრობთ, ეს შეცდომა თუ გამიზნულად გაკეთდა იმის გათვალისწინებით, რომ Fox-ი სწორედ ტრამპის მხარდამჭერი არხია? მე სამწუხაროდ არ ვიცოდი ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ ესეთ პირველი რეაქცია ის მექნებოდა ძალიან ინსტინქტური, რომ ეს ალბათ იყო რაღაცა შეცდომა, არ მგონია. Fox-ი მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის უფრო მეტად რესპუბლიკური პარტიისკენ იხრება, ვიდრე ვთქვათ, სხვა მისი კონკურენტები, ძალიან აქტიურად აშუქებენ ისინი უკრაინის ომს და არაერთი წამყვანია იქ, რომელიც ცდილობს, რომ უკრაინა ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რა ხდება უკრაინაში. ასე რომ ეს რუსეთის ქვეყნად ქალაქად მოხსენება, სამწუხაროდ არ ვიცი ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ პირდაპირ ეს პირველი რეაქცია ის არის, რომ ეს სავარაუდოდ შეცდომა იყო. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში ამერიკიდან ჟურნალისტი ია მეორმიშვილი პასუხობდა ჩვენთვის.